ეთილე იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ ეზოთერიულ გვერდზე. მოდით დღეს გავაკეთოთ მსგავს თემატიკაზე გაშლა სახელწოდებით კონკრეტულად სამყაროსგან რა შეტყობინება იქნება თქვენთვის. ვარიანტების რაოდენობა იქნება როგორც ყოველთვის 3 ვარიანტი, 3 სიტუაცია. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თითო ვარიანტზე როგორც თქვენზე, ასევე თქვენთვის საყვარელი ადამიანებისთვის, ვისაც გაინტერესებთ რა ელოდებათ და ზოგადად რა შეტყობინება იქნება სამყაროსგან მათთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის არსებული სიტუაცია, რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, ვისაც მეტი დრო გჭირდებათ არჩევანისთვის, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო. მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადად სამყაროსგან შეტყობინება რა არის თქვენთვის. თქვენთვის ახლა იხსნება პერიოდი, როდესაც თქვენ ცხოვრებაში უფრო მეტად არის აქტიური ზოგადად წარმატების ენერგიები, სიყვარულის ენერგიები და აყვავების ენერგიები პირდაპირ მნიშვნელობით. ეცადეთ, რომ უფრო მეტად კონცენტრირდეთ იმ სიტუაციებზე, რაც თქვენთვის პრიორიტეტული არის, რაც რეალურად გჭირდებათ და არა ის, რაც გარშემოყოფები შეიძლება სიტუაციურად თავს გახვევდნენ, ან უბრალოდ გავალდებულებდნენ, ხო? დროა უკვე რომ საკუთარი თავის სრულიად სხვა რაკურსით დაინახო, აღმოაჩინო შენ თავში უფრო მეტი შესაძლებლობები, უფრო მეტი გასაქანი მისცე სიტუაციებს, გამოიყენე უახლოეს პერიოდში მოსული შანსები, რომლებიც სამყაროსგან მოგეცემა, ეს შეიძლება იყოს ადამიანების კონკრეტული გაცნობის სიტუაცია, ადამიანებთან კონკრეტული კომუნიკაცია, რომელიც სამომავლოდ საკმაოდ კარგ შედეგებზე გაგიყვანს. ანუ თქვენთვის არსებული უახლოესი პერიოდი არის აყვავების პერიოდი, წარმატების და სიყვარულის ენერგიების გააქტიურების პერიოდი. ასე რომ მეტად დააფასეთ ის მომენტი და ის სიტუაციები, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში შემოვა უახლოეს პერიოდში. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული სიტუაცია, გადავდივარ მეორე ვარიანტზე. უახლოეს პერიოდში მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის იქნება გახსნილი ისეთი ინფორმაციები, რაც აქამდე ინფორმაცია, არ იყავით ინფორმირებული, ესე ვიტყოდი, ხო? შესაძლებელი არის ეს პირდაპირ მნიშვნელობით იყოს ვინმე საიდუმლოს გაგების მომენტი, როგორც შემთხვევითობის კუთხით, ასევე შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით ვინმე ძალიან მნიშვნელოვანი თავისი პირადი საიდუმლოს თემაც გაგანდოთ. ასევე შესაძლებელი არის თქვენი სიტუაციების კუთხით ისეთ რაღაცა ინფორმაცია აღმოაჩინოთ ან გაიგოთ, რაც თქვენ გეხებოდეთ პირადად, მაგრამ ამ კუთხით არ იცოდეთ. ეს შეიძლება გარკვეული კუთხით იყოს სამწუხარო და ჭორების თემებიც ისეთი, რაც შეიძლება რომ თქვენთვის უსიამოვნების მომტანი შესაძლებელი არ ყოფილიყო. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ყოველგვარი რაღაც დაფარული თემებისგან გახსნის სიტუაცია გექნება. ასევე აქ რასაც მიჩვენებს სიტუაციას, დრო არის უკვე რომ გამოხვიდე ილუზიური მდგომარეობიდან. ნუ გონია რომ ყველა ადამიანი კარგი არის, ნუ გონია რომ ყველა შენდამი კეთილად არის განწყობილი, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაც მომენტში ადამიანს თუ მიიღებ გარკვეული კუთხით ილუზიებს იქმნის სიტუაციურად, რომ შენ რამდენადაც შეიძლება კარგი იყო და სულთა დამოკიდებულებით ანალოგიურად შეიძლება ისიც შენდამი ესე იყოს. ესე არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი არის და ძალიან ბევრი თვალი არის პირდაპირ მნიშვნელობით მინიმუმ 4 ადამიანი გარემოცვაში, რომლებსაც მუდმივად აინტერესებს შენი სიტუაციები, მუდმივად შეიძლება ცხვირს ყოფდნენ შენ ცხოვრების όλ სიტუაციებში. ეცადე რომ გარემო გაფილტრო პირდაპირ მნიშვნელობით ესეთი ადამიანებისგან და ზედმეტად იყო პირგაღებულ თემაში. ამას რას გულისხმობ? აი პირს რომ მოხსნიან ხომ და ყველაფერს რომ ამბობენ თავის სიტუაციებს, ბედნიერების თემას, გეგმები რაც უნდა გააკეთონ, ხო? ეცადეთ რომ უფრო მეტად თავშეკავებულობა გამოიჩინოთ. სიზმრებს მიაქციეთ ყურადღება, უახლოეს პერიოდში განსაკუთრებით შესაძლებელი არის რომ ღამის პერიოდში გაგიმძაფრდეთ სიზმრების მდგომარეობა და ინტუიცია, ეს ბუნებრივი პროცესი არის თქვენაერი ადამიანებისთვის. მე გულისხმობ ამას შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ესე ვიტყოდი, ასე რომ აი ამ ყველაფერს მიაქციეთ მეტი ყურადღება. და რა თქმა უნდა მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. თქვენთვის უახლოეს პერიოდში იქნება დამტკიცება პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანებისგან მეგობრობის, ერთგულების, სიყვარულის პირდაპირ მნიშვნელობის, ხო? თუ რაღაც მომენტში იმყოფები ურთიერთობაში და ვერ ლაგდები ან რაღაც მომენტში დაულაგებელი ის მდგომარეობა იყო ისეთი, რაც ბოლომდე ვერ ხვდები რა ხდება ამ სიტუაციის კუთხით, ხო? შანსები არის რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს არსებული სიტუაცია და ცოტა უფრო მეტი კარგ მდგომარეობაში გადახვიდე. ასევე ზოგადი კომუნიკაციების კუთხითაც ადამიანებზე ვიტყოდი, პირდაპირ მნიშვნელობით იქნება გააქტიურებული ესეთი ადამიანების კატეგორია, ვინც გვერდში უფრო
მეტად დაგიდგება, ვინც უფრო მეტად დაგაფასებს, ვინც უფრო მეტად შეგიყვარებს პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? ანუ ადამიანებისგან უფრო მეტ მხარდაჭერას იგრძნობ და უფრო მეტ გვერდში დგომას პირდაპირ მნიშვნელობით. ეცადეთ, რომ უფრო მეტად იყოთ კომუნიკაბელურ მდგომარეობაში, არ იყოთ ზედმეტად ჩაკეტილი საკუთარ თავში, მარტო გაუნკლავდებით ყველა პრობლემას და ყველა პრობლემას შეეჭიდები იმ პრინციპით, რომ იცი, მე ამას გავაკეთებ, მე ეს მინდა, არის უკვე დრო მოსული იმის, რომ რაღაც მომენტებში დაიყენო გვერდით ადამიანი, რომ შეცვალო შენი რეალობა, რომ სხვასაც შეუძლია გააკეთოს ის და ის სიტუაციები, რასაც მარტო აგვარებ და მარტო შენი პასუხისმგებლობები არ არის. ანუ უფრო მეტად გქონდეს ნდობა ადამიანების მიმართ. გარშემოყოფები არიან ადამიანები, ვისაც შენდამი არ არის, ასე ვთქვათ, სულეთის დამოკიდებულებით, ხო, ნამდვილად არის შენდამი გულწრფელი დამოკიდებულებით, უბრალოდ შენდობის ფაქტორი, რომელიც დაკარგული გაქვს, ეს პროცესი უნდა გადალახო. ასეთი იყო არსებული სამი ვარიანტის ინფორმაციები, გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას.